როდესაც Newcastle Public Investment Fund-მა შეისყიდა, ელოდებოდით, რომ თასს ასე მალე მოიგებდნენ? თემურს დიდ პატივს სწორედ ამის გამო სცემდნენ. მათ მისი დამოკიდებულება უყვარდათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ 2002 წლის მსოფლიო თასზე შეგეძლოთ თამაში? ერთ დღეს რეკორდი აუცილებლად დაემხობა. ამაში დარწმუნებული ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მინდა ეს მოხდეს. ალან, დიდი პატივი და სიამოვნება ფეხბურთის ლეგენდასთან საუბარი. პირველ რიგში გითხარით, როგორ ხართ? ხსენეთ, რომ ძიმე კვირები გქონდათ. დიახ, საკმაოდ დატვირთული ორი კვირა გქონდა. ზეიმობდით და აღნიშნავდით. ბოლო თასიდან დიდი ხანი გავიდა. მე კი ჩემს სიცოცხლეში საერთოდ არ მოვსწრები ვარ. ამიტომაც ვიზეიმეთ 2 თუ 3 კვირის განმავლობაში. ასე რომ მადლობა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ასე რამე აღნიშნავთ? ასე ჩემს ცხოვრებაში მგონი არაფერი აღმინიშნავს. გამიმართლა, რომ მეც მოგებული მაქვს ეს ლამაზი თასი. ჩემს გვერდით რომ დევს. აგრეთვე პრემიერ ლიგა. თუმცა არა. ასეთი რამ არასოდეს განმისდია. ჩემს ცხოვრებაში ამდენი არასოდეს მიზეიმია. თასების მოგება ნამდვილად არ არის კარგი ღვიძლისთვის. თუმცა მგონი შევეჩვიეთ. ყოველ შემთხვევაში ძირითადად გადავურჩით. თქვენ საუკეთესო ადამიანი ხართ იმის აღსაწერად, თუ რას ნიშნავს ეს ქალაქისა და ნიუკასლის გულშემატკივრებისთვის. ყველამ ვიხილეთ სცენები ქალაქში. ნახეთ რას ნიშნავს ეს მოგება ხალხისთვის. როგორ გამოხატავდნენ სიხარულს აღლუმზე. ავტობუსის მსვლელობის და ქალაქის მთავარ მოედანზე თასის წარდგენის სანახავად დაახლოებით 300,000 ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ეს წარმოაჩენს თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ გამარჯვებას ხალხისთვის. ბევრ ადამიანს მაგალითად მე ასეთი რამ არასოდეს გვინახავს. არასოდეს ყოფილვართ იმ გუნდთან ერთად, რომელმაც ნიუკასლს ტიტული დაუბრუნა. მოიგეს ბაზრობათა თასი 1969 წელს, თუმცა საშინაო თასი, FA თასი, ბოლოს 1955 წელს მოიგეს. ნიუკასლი აქამდეც ახლოს ყოფილა თასის მოპოვებასთან, თუმცა უემბლიზე დამარცხებულა. ამის გამოცდილება მათ ჩემთან ერთადაც ჰქონიათ და ჩემს გარეშეც. უემბლიზე ჩვენ თასის 2 ფინალი და აგრეთვე ნახევარფინალი წავაგეთ. ასეთი მარცხი ძალიან მტკივნეულია და ვფიქრობ, სწორედ ამ ყველაფრის გამო ჰქონდა გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა. ამიტომაც იხილეთ ის სცენები, რაც იხილეთ. ამის მიზეზი იყო შვება, მღელვარება და ის თუ სად მოექცა ნიუკასლის საფეხბურთო სამყაროში ამ გამარჯვების შემდეგ. ჩემი მომდევნო შეკითხვა სწორედ ამას ეხება. იგრძნობოდა თითქოს ეს შეიძლებოდა გამხდარიყო გარდამტეხი მომენტი და შესაძლოა ამ გამარჯვებას სხვა თასებიც მოჰყოლოდა. როგორც ნიუკასლის კომაგი თქვენც ასევე ფიქრობდით? ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. თუმცა ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, შემდეგი თასით გამოწვეული სიხარული იქნება ეს მომდევნო წელს 5 თუ 10 წლის შემდეგ. აღარ იქნება ისეთი დიდი, როგორიც ამ თასმა მოგვარა. თუმცა, ნიუკასლს ახლა განსხვავებული კლუბი ჰყავს იმისგან, როგორიც ერთი თვის წინ იყო. ახლა ეს გახლავთ ნიუკასლ იუნაიტედი, რომელმაც კარაბაო კაპი მოიგო. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ მათ ძალიან კარგი შანსი აქვთ ამ სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ. თან PSR-ის წესების გამო ბოლოს ამის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში პრაქტიკულად არავინ გაუფორმებიათ. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ზაფხულს ისევ შეუძლიათ დიდი ტრანსფერები გააკეთონ. შესაბამისად, ახლანდელი შემადგენლობის, მოთამაშეებისა და მწვრთნელის გათვალისწინებით, თუ მათ 3-4 ტოპ დონის მოთამაშეს დაუმატებთ, მაშინ დიახ, ნიუკასლმა შესაძლოა კვლავ მიაღწიოს წარმატებას უახლოეს მომავალში. როდესაც Newcastle Public Investment Fund-მა შეისყიდა, ელოდებოდით, რომ თასს ასე მალე მოიგებდნენ? სიმართლე გითხრათ არა. ფიქრობ ეს კარგად წარმოაჩენს იმას, თუ რამხელა სამუშაო გასწია ედი ჰაუ. როგორც მახსოვს, როცა ის აქ მოვიდა, გუნდი გასავარდ ზონაში იბრძოდა. დღეს კი ჯერ შარშან ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს. წელს კი თასი მოიგეს და იმედია მათი გზა მაღლა გაგრძელდება და არა პირიქით. შესაბამისად, მოკლე პასუხია: არა. ნამდვილად არ ველოდი თასს ასე მცირე ხანში. თუმცა ვფიქრობ, ნიუკასლს ბრწყინვალე რეკრუტირება ჰქონდა. რამდენიმე ძალიან ნიჭიერ მოთამაშეში ჩადეს ინვესტიცია და დღეს მინდორზეც ნათლად ჩანს, თუ როგორი რთულია მათი დამარცხება. როგორც უკვე ვთქვი, თუ ამ შემადგენლობას კიდევ 3-4 დიდ მოთამაშეს დაუმატებენ, ნიუკასლი ნამდვილად თასების პრეტენდენტი გახდება.
გარდა ამისა, მეისმა უცებს თუ როგორ გამოიყენა ედი ჰაუმ ნიუკასლში უკვე მყოფი მოთამაშეები, მაგალითად ფაბიან შერი და ჟოელინტონი. ისინი გაცილებით უკეთესები გახდნენ. შესაძლოა როლები შეეცვალათ, მაგრამ ისევ აღმავლობის გზაზე ადგანან. მოდი გადავინაცვლოთ 25 წლით უკან და გავიხსენოთ ევრო 2000. ხომ არ ნანობთ, რომ სანაკრებო ფეხბურთიდან ასე ადრე წახვედით და ხომ არ ფიქრობთ, რომ 2002 წლის მსოფლიო თასზე შეგეძლოთ თამაში? And do you feel that you could have maybe given more at the World Cup 2002? ჯერ თქვენს მეორე შეკითხვას უპასუხებ. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ შემეძლო 2002 წლის მუნდიალზე მეთამაშა. თუმცა ინგლისის ნაკრებიდან უნდა წავსულიყავი. არჩევანი არ მქონდა, რადგან ფიზიკურად ვეღარ გავაგრძელებდი უმაღლეს დონეზე თამაშს, როგორც ნიუკასლში, ისე ინგლისში. სამწუხაროდ სამი სერიოზული ტრავმა გადავიტანე. და ჩემი კარიერის განმავლობაში ფეხბურთი თითქმის 3 წელი ამის გამო არ მითამაშია. ჩაშლილი მქონდა მარჯვენა მუხლი. გავიწყვიტე ჯვარედინი იოგები და მარცხენა მუხლის მყესი. აგრეთვე, როდესაც მარჯვენა კოჭი მოვიტეხე, სახსარი დავიზიანე. სწორედ ამიტომ წავედი ინგლისის ნაკრებიდან. ამიტომ ვერ ვახერხებდი ორივეგან უმაღლეს დონეზე თამაშს და ერთი აუცილებლად უნდა დამეთმო. სამწუხაროდ ეს კლუბი ვერ იქნებოდა. არაფერი მსურდა იმაზე მეტად, ვიდრე ინგლისის ნაკრების კაპიტნის რანგში თამაში. რა როლიც მაშინ მქონდა და სიამოვნებით გაუძღებოდი ინგლისს 2002 წლის მსოფლიო თასზე. მაგრამ მე უბრალოდ ეს უნდა გამეკეთებინა საიმისოდ, რომ შემდეგ კარიერა გამაგრძელებინა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან შემდეგ კიდევ 6 წელი მოვახერხე უმაღლეს დონეზე თამაში და გოლების გატანაც გავაგრძელე. როგორც ვიცი, 2006 წლის შემადგენლობაში არსებობდა შანსი იმისა, რომ სამლომში სტივ მაკლარენის სამწვრთნელო შტაბში ერთებოდით. ასე რომ მომხდარიყო. ფიქრობთ, დღესაც სამწვრთნელო საქმიანობაში იქნებოდით ჩართული? არსებობს ბევრი თუ, რომ და რატომ. გულწრფელი პასუხი კი არის ის, რომ ნამდვილად არ ვიცი. შთამბეჭდავი შემოთავაზება იყო, თუმცა კონკრეტული წინადადება არა. უფრო მეტად საუბრები მიდიოდა ამის შესახებ, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში მეჩვენებოდა, რომ ჩემი მხრიდან ამის გაკეთება სწორი არ იქნებოდა. მოგვიანებით რომ მივსულიყავი, შესაძლოა ყველაფერი განსხვავებულად წარმართულიყო. ვერ გეტყვით. სამწვრთნელო მიმართულებით წასვლას ყოველთვის გვეგმავდი. 2009 წელს მცირე ხნით ნიუკასლ შიც ვიმუშავე 8 მატჩის განმავლობაში, რა დროსაც ძალიან ვისიამოვნე მთლიანად მწვრთნელის საქმიანობით. თუმცა რაც უფრო დიდხანს ხარ გასული თამაშიდან, მით უფრო რთული ხდება დაბრუნება. მე კი 2009-ში წავედი და შემდეგ 1-2 წელში უკვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ თამაში აღარ დავბრუნებულიყავი. პრემიერ ლიგის ბომბარდირის თქვენი რეკორდი დღემდე ხელშეუხებელი ჩანს. დღევანდელ ფეხბურთში, როდესაც ფეხბურთელები სწრაფად იცვლიან კლუბებს, ფიქრობთ, რომ არსებობს ვინმე, ვისაც რეალურად შეუძლია ამ რეკორდის დამხობა? დღეს ხომ მოთამაშეები ხშირად გადადიან ერთი ჩემპიონატიდან მეორეში. შესაბამისად, ამ რეკორდის დამხობაც გართულებულია. სამ ასეთ ფეხბურთელს დავასახელებდი. თუ ჰარი კეინი პრემიერ ლიგაში დაბრუნდება, მას ამის შანსი უდავოდ ექნება. თუ მო სალაჰი დარჩება ლივერპულში და ამ დიდებულ ფორმას შეინარჩუნებს, მასაც შეუძლია ამის გაკეთება. და ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც ესეა ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა მანჩესტერ სიტისთან. დიახ, ერთ დღეს რეკორდი აუცილებლად დაემხობა. ამაში დარწმუნებული ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მინდა ეს მოხდეს, რადგან გამიხარდება თუ რეკორდის მფლობელი რაც შეიძლება დიდხანს ვიქნები. მაგრამ უკვე იმდენი წელი გავიდა, რომ სიამოვნებით პირველი ჩამოვართმევდი ხელს მას, ვინც ამ რეკორდს დაამხობს. თუ რა თქმა უნდა, ისევ აქ ვიყავე. ვინაიდანვე საქართველოდან ვარ, სურს თქვენსა და ამ ქვეყნის კავშირებსაც შევეხო. რაც ცოტა ნამდვილად არ არის. როდესაც პრემიერ ლიგის ლეგენდებს ვესაუბრები ხოლმე, ჩემს ქვეყანაზე შეკითხვების ხშირად დასმის შესაძლებლობა ნამდვილად არ მეძლევა. 1997 წლის აპრილში თქვენ უემბლიზე ეთამაშეთ საქართველოს. ტედი შეringემზე გასაოცარი საგოლე პასი გააკეთეთ. რისი მოხერხებაც ფიზიკურად ძალიან რთული იყო. ამავდროულად გაიტანეთ არასტანდარტული ჯარიმა, რაც თანამედროვეობაში ძალიან იშვიათად ხდება. როგორ გაიხსენებდით ამ მატჩს? ძალიან კარგად მახსოვს. საჯარიმო წერტილთან მე და ტედი ვიდექით. ჯარიმა მეკარის საჯარიმოსთან დაინიშნა. კარში უშველებელი კედელი იდგა და არსებობდა მხოლოდ ერთი წერტილი, სადაც ბურთის გაძვრენა შემეძლო. ოდნავ ზემოთაც რომ დამერტყა ბურთს, აუცილებლად კედელს გადავაცილებდი.
საბედნიეროდ ზუსტად იგავიტანე. ტედიმ ბურთი ქუსლი დამიგორა. ჩვენი გეგმა სწორედ ეს იყო და ამ გეგმამ იდეალურად იმუშავა. შესაბამისად ეს გოლი ძალიან კარგად მახსოვს. მოგვიანებით იმავე ზაფხულში თემურ ქეცბაია, ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც იმ საღამოს შეერკინეთ, გადმოვიდა ნიუკასლში. როგორი იყო თემური, როგორც თანაგუნდელი და ერთად გატარებული დროიდან საინტერესო მომენტები ხომ არ დაგამახსოვრდა. როგორ აღწერო თემური? ის გახლდათ მძვინვარე ხასიათის მებრძოლი, რომელიც ვერ იტანდა ვერც მარცხს და ვერც შემადგენლობის მიღმა დარჩენას. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ ერთ-ერთ მატჩში, როდესაც მინდორზე შემოვარდა და გოლი გაიტანა, გაიძრო ბუცები, მაისური შორტი და ყველაფერი. უნდა გალაგერის თვალწინ გაშიშვლებულიყო. აგრეთვე მომენტი, როდესაც ბანერებს ფეხები ურტყა. ფიქრობ, ეს კარგად წარმოაჩენდა მის ხასიათს. ძალიან მომწონდა მისი მიდგომა. გასახდელში ის ყველას უყვარდა. ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ერთად ბევრჯერ გვიცინია. საკმაოდ კარგად მახსენდება. კაჭკაჭების რიგებში შემდეგ კიდევ ერთი ქართველი ზურაბ ხიზანიშვილი თამაშობდა. თუმცა ამ ზაფხულში ნიუკასლს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ტალანტი შეუერთდება. არ ვიცი ხსმენია თუ არა მის შესახებ, მის სახელია ვახტანგ სალი. ის მარჯვენა გარემარბისა და თავდასხმელის პოზიციებზე ირჩება. თემურთან თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, ვინც ჩრდილოეთ ინგლისის ასეთ უცხო გარემოში პირველად მოხვდება და როგორ უნდა დაიმკვიდროს თავი გუნდში, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ვითარდება. უდიდეს საფეხბურთო კლუბში მას ჩინებული შესაძლებლობა ეძლევა. ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთში და კონკრეტულად კი ნიუკასლში ძალიან თავმდაბალი ადამიანები ცხოვრობენ. მათ უყვართ ყველა, ვინც ბეჯითად შრომობს და ვისაც მათ მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს. მე მას ამ რჩევას მივცემდი. თემურს დიდ პატივს სწორედ ამის გამო სცემდნენ. მათ მისი დამოკიდებულება უყვარდათ. თემურის წარმომავლობა და ის ფაქტი, რომ მისი ქვეყანა უკანასკნელ წლებში მრავალი სირთულის წინაშე აღმოჩნდა, მათ კარგად ესმოდათ. ისინი მის მიდგომასა და შრომის ეთიკას აფასებდნენ და მასთან კარგი ურთიერთობა სწორედ ამის გამო ჩამოუყალიბდათ. ამ რჩევას ყველას მივცემდი. როდესაც ნიუკასლში მოდიხარ, პირველი რაც უნდა გააკეთო ესაა. შესანიშნავია. თქვენი კარიერის განმავლობაში შეთავაზება მრავალი გრანდისგან მიიღეთ. მანჩესტერ იუნაიტედთან დაკავშირებული ისტორია დეტალურად ვიცი. როდესაც ნიუკასლში გადასვლას დათანხმდით, იმ მომენტში მანჩესტერში იმყოფებოდით. ამასთანავე მადრიდის რეალსა და ბარსელონასაც ახსენებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სხვადასხვა დროს მოხდა. შეგიძლიათ მოგუყვეთ თუ რა მოხდა და რატომ განაცხადეთ უარი მათ შემოთავაზებებზე. ბარსელონა რომ ჩემით იყო დაინტერესებული ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც ნიუკასლის სადავეები სერ ბობი რობსონმა ჩაიბარა. მან მითხრა, რომ როდესაც მე ბლეკბერნს ვტოვებდი, ის როგორც ბარსელონას მაშინდელი მწვრთნელი და ბარსელონა ჩემი შეძენით იყვნენ დაინტერესებულები. თუმცა ბლეკბერნმა განაცხადა, რომ მე კლუბს არ დავტოვებდი და არ ვიყიდებოდი. ერთი თვის შემდეგ კი ნიუკასლში გადავბარგდი. ამ მოვლენამ ორივესთვის წარმატებით იმუშავა. მე ნიუკასლში გადავედი და რადგანაც ბობიმ ჩემი შეძენა ვერ შეძლო, გუნდში რონალდო მიიყვანა. ჩემი აზრით ეს მისთვის შესანიშნავ გარიგებას წარმოადგენდა. მადრიდის რეალი ჩემით დაინტერესებული არ ყოფილა და მე მათთან არასოდეს მისაუბრია. მხოლოდ ბარსელონამ გამოხატა ინტერესი მაშინ, როდესაც ნიუკასლში გადავდიოდი. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი კარიერა იქ? როგორ იქნებოდა სერ ბობის ხელმძღვანელობით თამაში? როგორც მახსოვს, თქვენი დაინტერესების შემდეგ სერ ბობიმ ბარსელონაში კიდევ ერთი წელი გაატარა და შემდეგ ის ლუი ვან გაალმა შეცვალა. იმ პერიოდში ბარსას რთული დროება ედგა და მათ დახმარებას შეძლებდით? ფიქრობ, რომ შევძლებდი. თუმცა დიდებული სერ ბობი რობსონის ხელმძღვანელობით ასპარეზობის საშუალება მაინც მომეცა, როდესაც ის ნიუკასლის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. სიმართლე რომ გითხრათ, ნიუკასლის სადავეების ჩაბარების შემდეგ მან ამ კლუბში ჩემი კარიერა გადაარჩინა. რადგან ის რომ არ მოსულიყო, იძულებული ვიქნებოდი მაშინდელ მწვრთნელთან რუდ გულიდან არსებული ყველასთვის ცნობილი პრობლემების გამო გუნდი დამეტოვებინა. ბობი ბრწყინვალე ადამიანი და მწვრთნელი გახლდათ. თქვენ ახლახანს გულიტი ახსენეთ და ეს თქვენს კარიერაში მწვრთნელთან ყველაზე ცუდი ურთიერთობის ეპიზოდია?
დიახ, და ეს უცნაურია, რადგან ახლა მასთან დიდებული ურთიერთობა მაქვს და ჩვენ ახლო მეგობრები ვართ. ერთად გოლფიც გვითამაშია და დროსაც სასიამოვნო თუ ატარებთ. თუმცა, როდესაც ის ნიუკასლის მწვრთნელი იყო, მე და მას სხვადასხვა მიზეზების გამო ცუდი ურთიერთობა გქონდა. იმ საღამოს, როდესაც მან გარისკვა გადაწყვიტა და მე და დანკან ფერგიუსონის სასტარტო შემადგენლობის მიღმა დაგვტოვა, სანდერლენდთან რომ მოგვეგო, ჩემი აზრით ორივე ჩვენგანს გუნდის დატოვება მოგვიწევდა. სავარაუდოდ Euro-16 ეროვნული ნაკრების მაისური ჩატარებული თქვენი საუკეთესო ტურნირია. წარსულს რომ იხსენებთ თქვენი აზრით რა აკდა ინგლისი იმ ზაფხულში და ევროპის ბოლო ორ ჩემპიონატზე ფინალებში განცდილმა მარცხმა, გერმანიასთან ნახევარფინალში განცდილი წარუმატებლობა ხომ არ გაგახსენებთ? დიახ, ნამდვილად ასე იყო. ჩვენ უბრალოდ არ გაგვიმართლა. ჩემი აზრით, როდესაც ამდენად შორს წახვალ და შემდეგ 11 მეტრიანებში მარცხდები, ეს ორივე მხარისთვის გამართლებაზეა დამოკიდებული. ასე დროს რაიმე განსაზღვრული რიტმი არ არსებობს. თუ ყველაფერს გაიღებ, როგორც ეს ჩვენ ვქენით 96-ში და ინგლისის ნაკრებმა უკანასკნელ პერიოდში, მოედნის დატოვებისას შეგიძლია თქვა, რომ ყველაფერი გაიღე და ეს შენი ტურნირი და დრო არ იყო. ქომაგები ამას აფასებენ. 96 წლის ევროსთან დაკავშირებით ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. მოედანზე ყველაფერი გავაკეთეთ. გარეთ რომ 11 მეტრიანი არ აეცილებინა და ნახევარფინალში გერმანია დაგვემარცხებინა, დარწმუნებული ვარ, რომ ფინალში ჩეხეთის რესპუბლიკას დავჯაბნიდით. I'm pretty sure that if we had have beaten Germany in that semi-final, we would then have gone on to beat the Czech Republic in the final. როდესაც მომდევნო ეტაპზე 11 მეტრიანების სერიით ორჯერ გადიხარ, ეს იმდენად რთულია, რომ აცნობიერებს საბოლოო ჯამში აუცილებლად უნდა მოიგო. დიახ, ნამდვილად ასეა, თუმცა მაშინ ასე არ მოხდა. კიდევ ერთ უნიშნავანეს ტურნირს საფრანგეთში გამართული 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი წარმოადგენდა. რა მოგონებები გაქვთ იმ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით და პირადად თქვენთვის როგორი იყო ის საფრთხე საფრანგეთში? ვიდრე ტურნირს გამოვეთიშებოდით, ყველაფერი დიდებულად მიმდინარეობდა. კარგი შესაძლებლობა ჰქონდა. იმ შეხვედრაში დევიდ ბექჰემის გაძევება, ჩემი აზრით, ზედმეტად მკაცრ სასჯელს წარმოადგენდა. თუმცა 10 კაცითაც ჩინებულად ვიბრძოლეთ და ვფიქრობ, რომ მეტოქეებს 10 კაცითაც კი ვჯობდით. საბოლოოდ შეხვედრის ბედი ისევ 11 მეტრიანებმა გადაწყვიტა და იმედებს ორ მოთამაშეზე, პოლ ინსა და დეივიდ ბეტიზე ვამყარებდით, რომლებსაც 11 მეტრიანების სერიაში 11 მეტრიანი მანამდე არასოდეს დაერწყათ. ეს ძვირად დაგვიჯდა. ის შეხვედრა რომ მოგვეგო, დარწმუნებული ვარ, ტურნირზე უფრო შორს წავიდოდით. ცოტა ხნის წინ გაბრიელ ბატისტუტას მიერ თქვენზე ნათქვამ ერთ ციტატას გავეცანი. მან თქვა, რომ ერთხელ იუვენტუსის თავდამსხმელებს, მათ შორის ალესანდრო დელ პიეროს, დავიდ ტრეზეგესა და მარსელო სალას ესაუბრა, რომლებიც იმ პერიოდში საუკეთესონი იყვნენ და მათ თქვეს, რომ თავიანთ თამაშის გასაუმჯობესებლად თქვენი თამაშის წანაწერებს უყურებდნენ. მაშინ, როდესაც შენ კიდევ საუთჰემპტონში ასპარეზობდით, წარმოიდგენით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელებისთვის მისაბაძი პიროვნება გახდებოდით? არა, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ბატისტუტას წინააღმდეგ თამაში კარგად მახსოვს, როდესაც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინას შევხვდით. რამდენიმე დიდებული დუელი გვქონდა. იმ ღამით გოლი ორივემ გავიტანეთ. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. საუთჰემპტონში მუხჩა უხრელად შრომობდი და ვფიქრობდი იმაზე, თუ რისი გაკეთება შემეძლო ჩემს კარიერაში. თუ გამიმართლებდა და პროფესიონალურ ფეხბურთში კარიერას ავიწყობდი, ეს საკმარისი იქნებოდა, თუმცა არასოდეს მიოცნებია იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი. ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლაურს მოვირგებდი და ადამიანები ჩემს კარიერასა და სათამაშო სტილზე ამგვარად ისაუბრებდნენ. მე უბრალოდ თავდაბალი ბიჭი ვარ, რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა და რომელსაც გაუმართლა. შესანიშნავია, ალექსანდერ ისაკს ფანტასტიკური სეზონი აქვს. შესაძლოა მის კარიერაში საუკეთესოც კი. რა თვისებები აქცევს მას ასეთ საშიშ თავდასხმელად და რას ხედავთ მასში ისეთს, რაც საკუთარ თავს გახსენებთ? თავდამსხმელის ვალდებულება გოლების გატანა და ის ძალიან კარგი მეგოლია. თუმცა მას სხვა ძლიერი მხარეებიც აქვს. ის ბურთს ბრწყინვალედ აკონტროლებს, ბურთით სირბილის დროს ჭკვიანურად მოქმედებს და გუნდს მოედანზე 20-30 იარდის მოპოვებაში ეხმარება. ამჟამად ის მსოფლიო კლასის მოთამაშეა. ის სალაჰისა და ჰოლანდის დონეს მიეკუთვნება. რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ის ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მათ არ შეუძლიათ და პირიქით. თუმცა ახლა ის მათ დონეზე იმყოფება. როდესაც მსოფლიო კლასის თავდამსხმელებზე საუბრობ, ისიც უნდა ახსენო. ეს 6 თვის წინ ვთქვი და ვიღაცებმა გამაკრიტიკეს, რომ ნაადრევ პროგნოზს ვაკეთებდი. თუმცა ახლა ისინი ალბათ მეთანხმებიან. ის ძალიან ნიჭიერი ბიჭია, რომელიც კიდევ უფრო უკეთესი გახდება და უფრო
მეტ გოლს გაიტანს. Who is going to get better and who will only continue to score more goals. ჩემი ბოლო შეკითხვა სერბობის ეხება. როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მასთან და გუნდთან მუშაობის კუთხით ედი ჰაუ, სერბობი რობსონს ხომ არ გახსენებთ? რა თვისებებია საჭირო იმისთვის, რომ ნიუკასლის მწვრთნელი გახდე? ნიუკასლი წარმატების მისაღწევად ფეხბურთელებზე გულწრფელად უნდა ზრუნავდე? დიახ, სერბობისა და ედი ჰაუს შორის მსგავსებები არსებობს იმ კუთხით, თუ როგორ იცავს ის თავის ფეხბურთელებს და ზრუნავს მათზე. ადამიანების მენეჯმენტის კუთხით, სერბობი აბსოლუტური გენიოსი გახლდათ. მას შეეძლო, რომ შენი თავის საუკეთესო ვერსია დექციე და მის გვერდით თავს განსაკუთრებულად გრძნობდი. ეჯგარეშია, რომ თავის მოთამაშეებთან ედიც ანალოგიურად ირჯება, რადგან მან არა მხოლოდ გუნდში მის მიერ მოყვანილი ფეხბურთელები განავითარა, არამედ მის მოსვლამდე გუნდში მყოფ მოთამაშეებსაც ახალ დონეზე ასვლაში დაეხმარა. თუნდაც ფაბიან შერი, ჯეიკობ მერფი და ჟოელ ინტონი ავიღოთ. ედის ხელმძღვანელობით ყველა ეს მოთამაშე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამასთანავე ედიმ ნიუკასლთან ერთად ტიტული მოიგო, რაც ბობიმ ვერ შეძლო. დიახ, მათ შორის მსგავსებები არსებობს. ბობი ბრწყინვალე გახლდათ. მან ნიუკასლში ჩემი კარიერა გადაარჩინა. რომ არა ის კლუბის დატოვება მომიწევდა. ორივენი დიდებული მწვრთნელები არიან. ამასთანავე ნიუკასლის არსი და მისი ხალხის სურვილი და საჭიროება უნდა გესმოდეს. სერბობი ამას აცნობიერებდა და ეჯგარეშეა, რომ ედისაც ესმის. დიდი მადლობა ალან, თქვენთან საუბარი სასიამოვნო იყო როგორც ნიუკას, ასევე თქვენ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ამას ძალიან ვაფასებ. კარგ უქმეებს გისურვებ. მადლობა. Cheers.